ის გადაწყვეტილებით მექსიკის სკოლებში არაჯანსაღი საკვების შეტანა და გაყიდვა აიკრძალა. ამ ნაბიჯით ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს მსოფლიოში გავრცელებულ სიმსუქნისა და დიაბეტის ეპიდემიას. ახალი რეგულაციებით, რომლებიც პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა, იკრძალება მარილიანი და ტკბილი დამუშავებული პროდუქტები, ტკბილი ხილისასმელები, შეფუთული ჩიფსები, წიწაკის არომატიანი მიწისთხილი და ყველა ის საკვები, რომელიც მექსიკელი მოსწავლეებისთვის წლების განმავლობაში ყოველდღიური კვების რაციონი იყო. როდესაც აკრძალვა კანონად გამოცხადდა მექსიკის განათლების სამინისტრომ, სოციალური პლატფორმების მეშვეობით მშობლებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მთავრობის კამპანიას და შვილებს თავად მოუმზადონ ჯანსაღი კერძები. მშობლები მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას. მართალია ზოგიერთი ახალგაზრდა არ არის აღფრთოვანებული ამ იდეით, თუმცა მათაც ესმით, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვისაა კარგი. ახალი მექსიკური საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. მოზარდებს, ახალგაზრდებს, ბიჭებსა და გოგონებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. მექსიკის ამბიციურ მცდელობას შეცვალოს კვების კულტურა და მომავალი თაობა სწორი არჩევანისკენ წააქეზოს, მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, რადგან მრავალი ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს სიმსუქნის კრიზისს. ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მექსიკელი მშობლები. იმედი მაქვს, ყველა მშობელი ეცდება, რომ ბავშვთა სიმსუქნის კუთხით პირველ ადგილზე აღარ ვიყოთ. სიმსუქნე იწვევს ისეთ დაავადებას, როგორიცაა დიაბეტი და ეს ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში მზარდია. ახალი რეგულაციის მიხედვით სკოლებში იკრძალება ნებისმიერი საკვები ან სასმელი, რომელზეც დატანილია მინიმუმ ერთი შავი გაფრთხილება.